მოგესალმებით ნაზის არბელაძე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდა ჩემი უძვირფასესი მეგობარი ქალბატონი ლარისა ხაჭაპურიძე. თქვენი სახელით მე მას ძალიან დიდი სიყვარულით მოვეფერები და დიდ მადლობას ვეტყვი, რომ მობრძანდა ჩემთან გადაცემაში. თავის ბიოგრაფიულ მონაცემებს თვითონ გიამბო თუ ვინ ბრძანდება თვით ლარისა ხაჭაპურიძე. ჩემო ძვირფასო მეგობარო, რამოდენიმე წელია ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ ტელესივრცეში. მიაბეთ ოდნავ თქვენ შესახებ და შემდგომ რა სიახლეები გაქვთ ამ პანდემია გავიარეთ, ჩვენ არ შევხვედრივართ ერთმანეთს და აი პანდემიის შემდეგ ვიცი რომ რაღაცეები გააკეთეთ ძალიან საინტერესო მომენტები ცხოვრებაში და შემოქმედებაში და მიამბეთ თქვენი როლები როგორია თეატრში და საერთოდ ყველაფერზე ძალიან ცნობის მოყვარე ვარ. თუ უნდა მიამბოთ. ცნობის მოყვარებამ შექმნა ქალბატონი ნაზი ყველაფერი. ცნობის მოყვარების გარეშე არ არსებობს შეიქმნას რამე. უპირველეს ყოვლისა მინდა თქვენ ტელევიზიას მადლობა მოვახსენო რომ გამიხსენეთ. ეხლა არა ვართ ჩვენ კი მეძახია ნახატვილს ვერ ვეტყვი ტელევიზიაში, მაგრამ ისეთი განებიურებული მსახიობები რომ მადლობა არ ვთქვათ რომ ეს უბრალოდ მადლიერების გზნობაც არის. რაც შეეხება ჩემ ისტორიას 60 წელია სცენაზე ვდგავარ 60 წელი და ეს ძალიან დიდ რამეს მოიცავს, მაგრამ მე ვეცდები რაც ფიქრობ რომ მაყურებელისთვის საინტერესო იქნება, იმას მოგითხრობთ ჩემს შესახებ. დავიბადე ძალიან ცნობილ ოჯახში, მათ ჩემი პროფესორი იყო, პროფესიით მედიცინას ემსახურებოდა. ბაბუა ეპისკოპოსი იყო, დედა თავადი იყო, მამა გლეხი. მე ესე იგი თავადაზნაური შვილი ვარ, სულ ამას ვამადლიდი ჩემ ქმარს. მაგრამ მართლა ძალიან კარგ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე და საქმე ის არის რომ როდესაც მე დავბადებულ ვარ ბებია ჩემა იცოდა თქვა შენ რომ დაიბადე ბებო ეშმაკო უხთოდ გაიცინა და უღმრთოდ გაიცინა და ჩაბჟით დაო. ისეთი პირმშვენიერი იყავიო. ესე თქვა რომ ეს რო კაცო 1945 წელს დაბადებულიყო, ჰიტლერი ჩვენ საზღვრებს ვერ გადმოლახავდა, ვითომ არ მოვწონდი. ხო, ესე ამბობდა. მამა ჩემს ხელი დაურტყიეს ერთმანეთს, უთქვამს რომ უფალო დაიცლოცო შენი სახელიო. ამის თხოვნელი არავინ არ არისო და კერი არ ჩამიქრებაო. ჩემ დას უთქვია რომ უყურებია და მე ამასთან არ ვითამაშებო, გაუპროტესტებია. ჩემს ძმას კიდე უთქვია, მე ამას ველოსიპედზე უკან არ მოვიჯენო, იმიტომ რომ გადმოვარდეს და ცხიმპირი დაეხეთქო ძირსო, ვერ გავიგებ რა დაუშავდაო. ესე კი ესე დამცინოდნენ, რა თქმა უნდა, იუმორი და ხუმრობი და სინამდვილეში ისეთი ვარ, როგორიცა ვარ. დედა 4 შვილი ყავდა, დედას 29 წლის ასაკში, როდესაც გარდაიცვალა დედა 29 წლის იყო და რა მოხდა ახლა? გახდა ფეხმძიმედ. ვინაიდან სასულიერო ოჯახის წევრები იყვნენ, ამიტომ არ მოისურვილა ბავშვის გაჩენა და რო ეთქვა ოჯახისთვის არ გააკეთებიებდნენ, აბორტს არ შეაწყვეტინებდნენ. ამიტომ ექიმბაშთან გაიკეთა და მოეწამლა სისხლი. ერთი თვე იცოცხლა. მე ვიყავი 4 წლინახევრის, ჩემი პატარა ძმა 2 წლინახევრის. მაშინ არც რეზუსი იყო, ჯგუფსაც ვერ გებულობდნენ იმდენად და ნათესავები, ცოცხალი ნათესავების რიგი იყო და ისინი უსხავდნენ სისხლს, ზოგი უხდებოდა, ზოგი არ უხდებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დედა გარდაიცვალა. სიკვდილის წინა დღეს მოიკეთა დედამ და უთქვია, რომ ლარისა მაჩვენეთო და ჩემ ძმაზე და მიგვიყვანეს ორივე, ის 2 წლინახევრის არის, მე 2 წლინახევრის. რო შევედით პალატაში, დედა ვერ ვიცანი. ერთი თვე იწვა საავადმყოფოში და ისეთი ზაფრანის ფერიედო, მილეული რაღაც სუსტი, ჩემი დედიკო ვერ ვიცანი. და ხმაროა მოიღო რა თქმა უნდა ვიცანი და გავიქეცით ორივე და ესე მოგვაშვირა ხელები რომ ვითომ არ დამეჯახოთო, იმდენად სუსტად იყო. მერე ჩავეხვიეთ, გვაკოცა და ეხლაც აი ქალბატონო ნაზი
ისე კარგად მახსოვს, რომ იციან 4 წლის ბავშვს რა დაამახსოვრდა, ძალიან კარგად მახსოვს. მეცო წითელი კაბა. ბები ამბობდა, რომ კრევდიშინ იყო, თორემ მე მაშინ აჭერში ვერ ვეკრევოი, ვერ ვეკოდი, რა თქმა უნდა. აქაც რუშები ქონდა, აქაც ყველგან და გაიწიო დედიკო მითხრა და გამოვიწიე. რა ლამაზიაო ჩემი გოგო, ეს აუცილებლად არტისტი უნდა გამოვიდესო. მე ექიმებს დაუძახე, ხომ ლამაზიო და იმათაც რა ენაღლებოდათ, კი უთხრეს. და მოკლედ ესე ჩამიდო დედამ კოდი სახიობობის. კარგი მოსავლე ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი, მამა მამზადებდა სამედიცინოსათვის, იმიტომ რომ მამა თვითონ შეყვარებული თავის პროფესიაზე. ჩემი და ჩემი ძმა, დედა, დედინაცვალიც კი ყველანი მამი და ბიცოლა ექიმები იყვნენ და უნდოდა რომ მეც ექიმი ყოფილიყავი. და მე სადინობდი, რა თქმა უნდა, იმ წუთში მე არ მახსოვდა ის დედის ნათქვამი. როდესაც ბუნებრივია 5 წლის განმავლობაში და რეპეტიტორები ეუბნებოდნენ რომ ძალიან კარგად სწავლობს და აუცილებლად სტუდენტი და ექიმი იქნებაო და მამა ჩემი როგორც თანასწორს ისე მიყურებდა ისე მოწონდეს ამბავი და ერთ დღეს მეცადინობდა მაშინ გამოდიოდა გაზეთი თბილისი და გადავშალე და მეოთხე გვერდზე წერია რომ თეატრალური ინსტიტუტი იწყებს კონსულტაციებს მსახიობებთან რეჟისორებისთვის მიღებისათვის. ხო, მისამართი იქ ეწერა. ჩემი საბუთები რა თქმა უნდა ვიცოდი სადაც იყო, მოვკიდე ხელი და წავიღე ინსტიტუტში. წავედი მივიდე ვიყავი რაღაც ეხლა ხო რა ყარამაყანთელი ვარ და მაშინ უფრო მგონი 39 კილო ვიყავი, არც ვიცი რამდენი კილო ვიყავი, არ მიშვებდე, ბავშვებს არ უშვებდო მითხრეს. და მე ვაჩვენე რა ბავშვი საბუთები დავაძრე და რომ და შემიშვეს რა თქმა უნდა და იქ არის აუდიტორიები. თეატრალურ ინსტიტუტში ცნობილი მერვე და მეცხრე აუდიტორია. მეცხრე აუდიტორია არის, სადაც აკაკი ხორა ვატარებდა რეპეტიციებს და მერვე აუდიტორია, სადაც გამოცდები და ეს ბავშვების გადარჩევა მიმდინარეობს. და იქ შევედი. და უნდა გითხრათ, ქალბატონო ნაზი, მე ვინაიდან დედა არ მყავდა და ბები ამსდი და ვიზრდებოდი სოფელში. ახალი ჩამოსული ვიყავი, თბილისს დიდად არ ვიცნობდი. შევხვდა იმდენი ლამაზი გოგო და ბიჭი, რაც იქ იყო არ მინახია. და რა ლამაზები არის და იმ სოფლებაში რა გაუკვირდება და რა იხედება ცაში ესე უყურებდი აბა და დავჯექი ლაპლაპი გაუდიოდა პარკეტს და ესე კუთხეში ეყარა ნაგავი და ვფიქრობდი კაცო ასე დაულაგები და იმ ნაგვის აღებას რაღა უნდა და მე ჩემთვის ვფიქრობ ახლა ხმა მაღლა კი არ ხო და დავჯექით ახლა და დაიწყო კონსულტაცია მეტყველებაში. პირველად გამოიძახა ერთი ბიჭი, გამოვიდა ქერათმიანი მწვანე თვალება ბიჭი, დედა რა კარგი ბიჭია, უყურებ ახლა ამასა წაიკითხა ლადო ასათიანის ბარდნალა. მაგრამ ისე კარგად წაიკითხა, გაოცებული ვიყავი ამ იმითი და კითხვის ოსტატობით. შემდეგ ეს დაჭა, შემდეგ გამოვიდა გოგონა. გამოვიდა გოგონა, ის იყო ნანა კერესელიძე, რომელიც მერე მსახიობი, ცნობილი მსახიობი იყო, მოზარდმაყურებელი იყო და არის მოზარდმაყურებელში და წაიკითხა ანა კალანდაძის თუთა. ვერ გეტყვით ახლა ამ გოგო საიდან ქონდა ანამდენი სინაზე, ანამდენი ქალურობა, ანამდენი სილამაზე, ისე წაიკითხა ანა კალანდაძის თუთა, ესე მეგონა რა თუთა ნამდვილად შემოიჭრა ამის პანჯარაში, ნამდვილად შემოხვია წელზე ხელი და ნამდვილად ინტიმი იყო, ისეთი ისა. და შემდეგ ისე წაიკითხა რომ ბაბულია ნიკოლაიშვილი იყო პროფესორი მეტყველების და მალიკო მრევლიშვილი. თავთავიანთი ჯგუფები ყავდა, ესენი იყვნენ ცნობილები და იმათ კამათიც კი მოუვიდათ, არა მე უნდა წავიყვანო ჩემთანო და არა მეო. ახლა ესენი გავიდნენ და ერთი ბიჭი გამოვიდა და წაიკითხა სხვა საქართველოს სად არის. 60 წელია სცენაზე ვდგავარ, მაგრამ ეხლაც ვერ გეტყვი რას უშვებოდა იმ თვალებს. აი თითქოს იმ საქართველოს ეძებდა სადღაც. სასწაულად კითხულობდა. ხო და ვიმე ამას ხო ვიცნობ თქო ახლა მე ვამბობ გულში. მე თან ჩემ გულს მე ვპასუხობ რომ საიდან უნდა იცოდე შენ ახლა დღეს ჩამოხვედი სოფლიდან საიდან უნდა იცოდე. მე კითხა ბაბულია ნიკოლაიშვილმა
ხარო, რა გვარი ხარო და დავით უფლისაშვილიო. ეს ზესტაფონელი ბიჭია, რომელიც დეკლამატორი იყო მთელი ზესტაფონში ცნობილი და თურმე იქიდან ვიცნობდი. მე როგორ ავარ, იცი, ძივარ, აი კარგი მსმენელი რომ მივა ლიტერატურულ საღამოზე, ან პოეზიის საღამოზე, ლექსებს უსმენ, ვარ ბედნიერი, უყურებ ამ სილამაზეებს და უცებ მესმის იქიდან. აბა ერთი შენ პატარა გოგო წაიკითხე ლექსიო, მე ხან იქით გავიხედე, ხან აქეთ, მეთქი ვისეუნებიან. ხო და შენ მე მითხრა შენ წაიკითხეო. მე ვთხარი მე არა ვარ მზად მეთქი. თუ არა ხარ მზად რატომ მოხდიო? მე ვთხარი, იმიტომ მოვედი რომ გამოაცხადეთ რომ კონსულტაციებს ჩაგიტარებ და მოვედით რომ კონსულტაცია მივიღო მეთქი. ლექსიო არიციო, ლექსი როგორ არ ვიცი, მაგრამ აი ესენი რო კითხულობენ, მე ვთხარი ისე ვერ წავიკითხავ მეთქი. ხო, შენ როგორც იციო ისე წაიკითხო და რაც გინდაო, რაც მოგაგახსენე. სხვათა შორის მათ უფრო კარგია, ისინი მოემზადნენ და თქვენ არა ხართ მომზადებული. ხო, არა, არ ვიცოდე. გადიხართ, საინტერესოა. გამახსენდა სიმონ ჩიქოვანის ქართლის დედა. ხო და დავითს და ზუსტად ასე. 9-ზე ხავდა 9 ვაჟკაცი დედას. ვის უკითხავ, ალიკობრელიში მომკითხა. თქვენ მე თუ მიკითხავ, მაღლა წამიკითხავ, რა მეჩურჩულებიო. ხო და ნუ დაუწიე ცოტა კიდე ხმაოხლა კიდე მე მითხრა ასე რომ ვიზამ აწიო ხმაო ასე რომ ვიზამ დაწიო მე ავწიე და ვეღარ მაჩერებდნენ ისე წავიკითხე და ბოლოს მოეწონათ ეს საკითხური მოეწონათ იმიტომ ძალიან ბუნებრივი იყო და ძალიან იქვე გაკეთებული იყო ყოველგვარი გადათამაშების რა თქვენ ბრძანეთ ის შემდეგ მითხრა რომ თქვენო ისო აი იგავარაკი თუ იცითო იგავარაკები როგორ არ ვიცი მე უთხარი და კრილოვი წერდა მეთქი და სულხან საბაურბელიანი არა მაგას კი არ გეუბნები თვითონ იგავარაკი თუ იციო არა მე უთხარ ზეპირად არ ვიცი მეთქი იციო თქვენო რითი მოკვდაო ისაო რაღაცა ქვია კრილოვიო ვიცი მე უთხარი რითი მოკვდაო ახლა მგონიათ რომ არ ვიცი მე უთხარი ფლინების ჭამის დროს მოკვდა მეთქი მაგრამ თქვენ თუ იცით, მე ვთხარ სულხან საბაურბელიანი რითი მოკვდა მეთქი. ახლა ესენ მეკითხები რითი? მე ვთხარ ლუდოვიკო მე-14-დან წავიდა მეთქი, მე-14-ით შევიდა 10 დევნეს მეთქი და რიგში გარდაიცვალა მეთქი. ატეხეს სიცილი იყო ერთი ამბა. კარგი ეს ახლა ნუ მივხვდები. რაღაცა კურიოზული სიტუაცია. და შემდეგ მეუბნები ახლა ეტიუდიო. კი მე ვთხარ ეტიუდები ვიცი მე ვთხარ აი კოსტადორი გამსახურდია ეს ლიტერატურული ეტიუდი ვიცი ეს არა ეგეთი ეტიუდი არაო ეტიუდიო რომელიც უნდა გააკეთო ჩვენ მოგცემ პირობას და ჩვენ ეგ არ ვიცი მე ვთხარ ხო და მე ერთ-ერთმა დამიძახა მოდიო მითხრა მივედი და ეს არისო მოქმედებაო აი ჩვენგან რომელიმე მოგცემსო დავალებასო აი რაღაც თემასო და ის უნდა გააკეთო უხმოდ შენ და შენ რო გააკეთებო ჩვენ უხმოდ ხო გააკეთებ ჩვენ უნდა მივხვდეთ რა გინდა ხო პანტომიმის მსგავსი პანტომიმის მსგავსი რადგან მინაიდან სიტყვა არ არის არა ვარ მე უთხარი მაგაში მზად მეთქი მე არისო იქ აფექტური მოქმედებები არის აფექტური რას ნიშნავს ახლა აი ჭიქას რო აიღებ აი ესე გამოდის რომ ჭიქა მიჭირავს თორე ასე თუ დავიკარებ ჭიქას აი კარგეს აი ესენი ამიხსნა 1-2 მაგრამ რო გითხრა დიდად ვერ გავერკვიე წამოვედი სახში და რაღაც ეს ხო მე მითხრა პროზა თუ იციო პროზა ვიცი მე ვთხარი აკი არ ვიციო არა ვარ მზათო მე ვთხარი მზათ არა ვარ მეთქი მაგრამ ძმა მყავს პატარა მეთქი ცოტა ზარმაცია მეთქი თედორაზიკაშვილის გუგული ქონდა გაკვეთილად იმდენი ვაკითხე მეც ვიცი ზეპირად მეთქი აბა წაიკითხო წავკითხე მოეწო ეხლა დამიბარეს გამოცდას ეს ამის კონსულტაციების მერე გამოცდები იწყებოდა შევედი და ზის აკაკი ხორავა ჩემო ბატონო ბაბულია ნიკოლაიშვილი ეს მიხეილ თუმანიშვილი მთელი ესე იგი ელიტა ვინც კი არსებობდა იმაში ყველა არის რომ აინტერესებს ჯგუფი უნდა იყონო თითო ხო ამ ვინც ისი თითო ჯგუფი უნდა იყონოს და თავის ჯგუფისთვის არჩევენ ახლა აქედან აბიტურიენტებს ხო და შევედი და მომცა ესეთი ეტიუდი აკაკი ხორავა სოფელში ხარო
ბებოს ყავსო წიწილებიო, კრუხი და წიწილებიო, ბებო მიდის სადღაცო და გიტოვებს შენო. და არ უნდა შეგიჭამოს ან ქორმა ან რამემო და უნდა დაახვედროთ, რომ კაცრი ბები აქ ყავსო ძალიანო და მერეო შეიძლება კიდეცო გაგიწყრესო. არ წარმოიდგენო, არ უნდა წარმოდგენო, მე ვთხარ, მე ისეთი კაცრი ბებია მყავს, მიბათქუნებს ხანდახან კიდეც მეთქი, მე ვთხარი. ხო და მოკლედ მითხრა ესე და ეხლა მიდიო იქო და რეკვიზიტი ამორჩი. ის ნაგავი მე რომ მეგონა თუ მე რეკვიზიტი ყოფილა. მივედი იქ და მე შემიძლია დავიფიცო, რომ პირველი საბჭოთა კავშირის ის რა თქმა უნდა ძველი იყო, მაგრამ დროშა მე დავხიე. შუაში გავხიე, ერთი გავიკეთე წინ საფრად, მეორე თავზე გავიკარე. ხო, მე ეს კუთხი ავწიე და ვითომ შიგნი რამე ჩავიყარე და ესე ჩავკეთე. იქ მე რაღაც ისა სათლი იყო, პატარა სათლი ავიღე, ვითომ ის წყლის არის. და ესე რაღაცები ავიღე და ეხლაც ამ წუთში რომ მითხრა, იმ წუთში არ ვიცოდი. რატომ ვიღებდი, ავიღე იატაკის ჯოხი. წამოვიღე და გოგი ქავთარაძე, თემურ ჩხეიძე, ცისკარიშვილი, მანანა იმედაძე, ილო მაცხუნაშვილი, ესენი იყვნენ სარეჟისორო ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტები და გვეხმარებოდნენ ეტიუდების მოწყობაში. და ბატონმა გოგი ქავთარაძემ ამ თანამედროვე სიტყვით რომ ვთქვათ, გამაშაყირა. კიდევ ხომ არაფერს ინებებდითო. ყველაფერი რაც ვნახე, ყველაფერს ვიღებდი. უი მე ვთხარი ერთი კალათი რომ იყოს, მეთქი კარგი იქნება მეთქი კალათი. და გავიდა მეთქი ალბათ იმასქნა ვინ არის ალბათ ასე იფიქრა მეთქი და წამოვიდა ცოტა ხნის მერე შემოვიდა მოიტანა კალათა და მეუბნება რომ დიდი ბოდიში ის არა აქო სახელურიო და უფრო მაწყობს მე ვთხარი. წამოვი ახლა დავდგი ეს ვითომ კრუხების ის არის ბუდე, კრუხი სადაც არის და დაიწყეო მითხეს და დავიწყესე ჩავყავი ხელი ესე და გადმოვსვი კრუხი დიახ. ჩავყავი კიდო ხელი ასე ხელზე მაკვირდებიან ისინი კიდე და გამაჩერეს. რამდენი წიწილი კრუხი ყავსო, ერთი მე ვთხარი. მე ორივეასე რატო მოიყვანე? მე ვთხარი სოფელში არ ყოფილხართ მეთქი? სოფელში კრუხს რო ამოიყვან მეთქი, ისევ ჩახტება თავის წიწილებთან მეთქი. ჩახტა და თავიდან ამოვიყვანე მეთქი. მე პატარა წიწილები ამოვიყვანე იქ და მოვიდა ის დრო რომ ვაჭმევ და ეხლა ქორსად დავუწყებდი ძევნას და ვითომ ბურვაკი ყავს ბებიას და ის მოდის და არაცლის ამათ ჭამს და თან შეუძლია წიწილი შეჭამოს პატარებია სულ პატარა. ხან ფეხი გაუქნია, ხან ხელი გაუქნია, ხან ხელით მიშევეხე რაღაცა არ მიდის, მაინც იმაშვება და ბოლოს ავიღე ეს იატაკი ჯოხი, რომელიც რო არ მეგონა რატო ავიღე და დავარტყი და გადაბრუნდა ეს ახლა წარმოდგენაში ვხედავ, გოჭი ააწია ფეხები და პარტხალობს. ხო, ახლა მამა ჩემიდან კი ვიცოდი, ეს მამა ჩემი თვითონ ცნობილი ექიმი იყო და მივედი და უტარებ ხელოვნურ სუნთქვას. ას ფეხებში მოვკიდე ხელი 1 2 3 4 ფუ ჩავბერო პირში 1 2 3 4 დაიხოცენ სიცილით მოკლედ ძალიან სიცილის ფონზე ჩავატარე მთელი ისა და ადგა მიზანსცენა ადგა აკაკი ხორავა და გავიდა გარეთ. ხო და მე ვიფიქრე ნამდვილად არ მოეწონა მეთქი და დატოვა ის მეთქი და ნუ რა უნდა მექნა და ცოტა ხნის მერე შემოვიდა შემოიყვანა ვიღაცა სიმპათიური საშუალო სიმაღლის მამაკაცი შემოიყვანა დაჯდა ისიც იქ მე აკაკი მომიბრუნდა და მეუბნება შენ თუ შეგიძლიაო იგივე ის მეტიუდი გაითამაშო მე არ გავაკეთე მე ვუთხარი რა უნდა იმის გაკეთებას მეთქი ოღონ არც არაფერი არ მიუმატო და არც არაფერი არ მოაკლო დავიწყე ახლა იმანიცინა იმ კაცმა გამოირკვა რომ ის ყოფილა რექტორი ილია თავაძე რომელსაც უთხრეს რომ ესეთი კადრი მოგვივიდა და მომბრძანდი და ნახეთო მე საგნები არ მიჭიდა საგნები ყველაფერი კარგად ჩაუბარდა გითხრეს 25 აგვისტოს იქნება გამოცხადება, იქ ადრებარდებოდი ერთი თვით შედეგების გამოცხადება და ეს დავდევი ყველაფერი თავისად და დავიწყე ისევ ჩემი რეპეტიტორის მეცადინეობა. ფიზიკა, ქიმია და 5 საგანი ბარდებოდა მაშინ და მეცადინეობა. მოვიდა დრო, დილით მამა წავიდა სამსახურში, მე წავედი ინსტიტუტში. მივედი და ვკითხულობ.
აბდუშელიშვილი, კერესელიძე, კვირიკაშვილი, ასე მოუყვები არ ვწერივარ. კიდო აბდუშელიშვილი, კვირიკაშვილი, კერესელიძე, ჩადი ბოლომდე ხაჭაპურიძე ხოასუა ბოლოს თურმე. ხო და როდის ჩავედი და სანამ იქ ალფაბეტის მიხედვით და სანამ იქ ჩავიდოდი ტირილი დავიწყე და ამ დროს რო დავიწყე ტირილი ნახე რომ სიაში წერი ვარ და ისა გვერდზე ხალი იდგა და რა გატირებს შვილო ჩემი შვილიც არ მოხვდაო მაგრამ გაისად ერთად ჩააბარებდო არა მოხვდი მე ვთქვა მაგრამ გაბღრეალებს მინდა ესე მოხვდი თეატრალურ ინსტიტუტში პირველი როლი რა იყო თქვენი? პირველი როლი აი რო დაამთავრეთ, ხო ვის სახელოსნოში მოხდი? ახლა ამასაც გეტყვით როგორც იყო, ესე იგი ინსტიტუტში არ დადგმულა რა არც ერთ ჯგუფში სპექტაკლი მე რომ არ მეთამაშოს. ყველგან მიწევდე, ყველა ჯგუფში. ჩვენთან მაშინ იყო აფხაზური ჯგუფი, ჩეჩენების ჯგუფი, ოსური ჯგუფი, ყველა და ყველასთან თამაშობდი ხოლმე და ძალიან საინტერესო სტუდენტობა მქონდა, ძალიან საინტერესო. ეხლა ვამთავრებთ და გიგანორქიფანიძე ჩემი პედაგოგი ჩვენ ვიყავით ჯგუფი რომელიც ვიყავით როგორ გითხრათ ესე იგი ოპოზიცია ჯგუფი თუ რაღაც ჯანდაბა ჯგუფი ვიყავით სულ ვიცვლიდით პედაგოგებს ძალიან ბევრი პედაგოგები ყავდა გივი სარჩიმელიძე ლევან მირცხულავა ერთი რამდენიმე თვე მიხეილიც ყავდა შემდეგ აკაკი ყავდა ხორავაკი და ის ვასაძე ყავდათ ვასაძე არ ყავდა და გეტყვი ვასაძემდე მივალ და ეს ხდება ეხლა რომ ის დრო არის რომ გიგა ლოთქიფანიძე ხსნის რუსთავის თეატრს რუსთავის ქალაქში თეატრს ჩვენ ვართ მესამე კურსზე მოვიდა და მთელი ჯგუფი გადაწყვიტა რომ წაგვიყვანოს რუსთავის თეატრში ყველა ჩავეცილე ჯერ კიდევ სტუდენტები ხო? ჯერ მესამე კურსზე ვართ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს მარტო სადიპლომო სპექტაკლი არ გვაქვს გაკეთებული, გვაქვს საკურსო. და საკურსო სპექტაკლი იმდენად კარგი გამოვიდა, ჩვენ დავდგით დარისპანის გასაჭირი, უბრალოდ რეჟისორმა დადგა და ისეთი კარგი გამოვიდა ჩვენი, რომ მე ერთმა სტუდენტმა დააგვიანა რეპეტიციაზე და დაასაჯეს ჩვენი ჯგუფი და აღარ გაუშვეს ის სპექტაკლი. ამ ხელა ამდენად კარგი იყო ის სპექტაკლი. იმაზე მეც ვერაფრით ვერ დაგვჭირდნენ. ჩვენ არაფერი არ მიგვაჩნდა რამეთ. ხო. და მოკლედ იქ ჩავეწერე. გავიდა ეხლა დრო და მეოთხე კურსზე ვართ უკვე, ჩემი ამხანაგები ვართ უკვე რუსთავში დავდივართ იქ თბილისიდან დავდივართ რეპეტიციებს სირანო ბერჟერაკს დგავს ისა გიგა ლოთქიფანიძე ძალიან აღფრთოვანებული ვართ ოთარ მეღონეცური თენგიზ არჩვაძე მთელი ის 27 კაცი რომელიც წამოიყვანა მარჯანიშვილის თეატრიდან ისენი არიან და ნუ ბედნიერები ვართ და სადიპლომო სპექტაკლი გვაქვს და სადიპლომო სპექტაკლი ესეთი წესი იყო მთელი საქართველოს მასშტაბით პატიჟებდნენ რეჟისორებს რომ თავიანთი თეატრისთვის აერჩიათ მსახიობი სანამ ეს ამბავი მოხდებოდა ჩვენმა რეჟისორმა მაშინ ლევან მირცხულავა იყო ჩვენი რეჟისორი დადგა მარჯანიშვილის თეატრში ტოროლა ანუ ჟანა დარკი თამაშობდა სოფიკო ჭიაურელი თამაშობდა იმდენად სასწაულად კარგად ყველა სპექტაკლს ესრებოდი ეს იყო არ ვიცი მასტერკლასი იყო ზუსტად რა უმაღლესი კატეგორიის მსახიობი იყო და ამას უყურებ ახლა ყველაფერს მე და ერთხელ მოდის ჩემთან ეს რეჟისორი და მეუბნება რომ ისაო შენო გინდაო მარჯანიშვილის თეატრშიო დარჩეო მე ვთხარი ყველა ოცნება არის ან მარჯანიშვილში დარჩეს ან რუსთაველში მეთქი ხო და ეხლაო თავისმა ბიძაშვილმაო დანელიამო დაურეკაო სოფიკოს და მიდისო არ დაიდარდოს გადაღებაზეო და ეს როლი გამონთავისუფლდაო მეო შენ გამეცადინებო თან ვიცი ყოველ დღე დადიხარ სპექტაკლებზეო თან მთავარი როლი შეგრჩებაო თან შტატი შეგრჩებაო ოღონდ არავის არ უთხრა იმიტომ რომ აქ რო გახმაურდება რამე რა ვიცი რა მოხდება და მეც თავი ქუჩი მაქვს ვარ ბედნიერი მარჯანიშვილის თეატრის არტისტი მგონია უკვე თავი და ვიჭიმები ვართ ერთ ამბავში და ამ დროს ესე იგი ჩვენი სადიპლომო სპექტაკლი
ჩამოვიდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით რეჟისორები უყურებენ, მაგრამ ჩემთვის არც ერთი არ არის საინტერესო. იმიტომ რომ მე აგერ მარჯანიშვილში მივდივარ და იქ ვიღა მაინტერესებს, არ მაინტერესებს. მე თამაშობ ჩემთვის და ვარ რომ ამხანაგებს მოვეხმარო მე თვითონ ესე. ხო და თურმე ამაზე ყოფილა აკაკი ვასაძე. და ამირჩია მე. აკაკი ვასაძის რჩეული მსახიობი ვარ. იციან ხოლმე, ტრაბახობ ხოლმე. კი არ ტრაბახობ, ვამაყობ. ხო, რა თქმა უნდა. სხვაობა ძალიან დიდია. რას ლაპარაკობ? აკაკი ვასაძე საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ამ რეგალიების, იმ რეგალიების რა ვიცი. ხო და რა თქმა უნდა, ისა და ერთხელ სახში ვარ, ისევ მაცადინობ ჩემს სამედიცინო ინსტიტუტის იმას, რომ მამაჩემი არ გავაბრაზო და მოდის ბერტა ხაფავა. ხო მიცით ეს მსახიობი კახი კავსაძესთან ერთად კია და კიას რო თამაშობს კახი კავსაძე, ხო? აი ისა. ის მოდის ერთ პერიოდში ვსწავლობდით ჩვენ და მითხრა, რომ ილია თავაძე გიბარებსო. რა უნდა მეთქი და ბაბა მე რა ვიციო. წამოვედი და შევედი კაბინეტში, ბატონმა ილიამ მითხრა, რომ 19-ის ვარ 20-ის ხვდები. შენ იციო, ლარისაო, ვინ აგირჩიაო თავის თეატრის მსახიობათო, ვინ მეთქი? და მგონი ახლა იტყვის იქ ამირჩიეს მარჯანიშვილის თეატრში და ვარ ახლა ყურებ დაცქვეტილი და შენ აგირჩიაო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, ამ რეგალიის პატრონმა, იმ რეგალიის აკაკი ვასაძემ. ხო გაგეხარდაო მითხრა და არა მე უთხარი. შენ ცოტა სულელი ხო არ ხარ რომ მითხრა. რა დავშავი ახლა მაგის ფასი რომ რა ვარ გეუბნები რომ ამ ხელა კაცმა შენ რომელსაც ჯერ სცენაზე ფეხი არ დაგიდგავს მიყავ ხარ თეატრში მსახიობად და შენ უარს ამბობ მე აკაკი ვასაძეს იწუნებო მე აკაკი ვასაძეს კი არ ვიწუნებ მე ვთქარ გუშინ ჩამოიარა გიგა ლორთქიფანიძემ და გვითხრა რომ უნდა ჩვენთან წამოხვიდე და ყველა მოვაწერეთ ხელი და ახლა ხოლმე უღალატებ მეთქი კი ბატონო იმას რომ მე დაველაპარაკებიო შენ წადი სახშიო გამომიშო წამოვედი და კიდევ მესამე დღეს მოდის ბერტა და მეუნება ისევ გიბარებსო წამოვედი და დამახვედრა იქ გიგა ლორთქიფანიძე კაბინეტში და ეუბნება რომ აი ასეთმა მსახიობო ამ ბუმბერაზმა მსახიობო ამასო და როგორ იცი როგორ ჭიანჭველას რო შეაფასე ამასო შესთავაზა თავის თეატრის მსახიობობა ეს კიდო ხო ეს ჭკვიანი კაცი იყო გიგა ლორთქიფანიძე და უთხარ კი მაგრამ რომ მიყავს ლარისა რას თავაზობსო ხო რას თავაზობს და უნება პირველი კატეგორიის წოდებას მოგცემო პირველი კატეგორიის ხელფას მოგცემო ბინას მოგცემო 4 ოთახიანს ახლა გიგა აღელდა 4 ოთახი რა თუნდაო და აკაკი ამბობსო რომ გათხოვდესო იქ რომ დამკვიდრეს და რო არ თქვას რომ ვერ ვეტოვით ამ ოთახში და გამოიქცეს თბილისშიო აი მიტომო ეხლა ამ წუთშიო ბინას უქირაებს თეატრი გადაიხდის ქირასო შევიყვან მიმდინარე რეპერტუარში და ასე გავაგრძელებთ იმას ლარისაო გიგა მითხრა შენ რასაც აკპირდება მე ვერ გაგიკეთებ იმიტომ კი არა მე შენი არ მჯერაო იმიტომ რომ მე 27 მსახიობი მიმყავს მარჯანიშვილის თეატრიდან და შენ რა გონიაო იმათო თეატრი არ მოწონ თუ ადგილმდებარეობა ხელფასი თუ რაო როლები არა აქვთო იმიტომ რომ იქ ვერიკო და ვასო და ისენის ესენია გლიჯავენ ყველაფერსო და მე რო ეხლა შენ წაგიყვანო და თავარი როლი მოგცე ჯერ არ სცენაზე არ დამდგარხარო ისინი რას მიზამენ მეო წადი შენ ლარისა წადიო და თუ არ მოგეწონება აგერ არა ვარო გაშალა ხელები ესე ხო და ასე მოხდი იმ უნიკალურ დიდი ისტორიის მქონე თეატრში როდესაც ჩავედი აკაკი ვასაძემ მოაწყო დასი შეკრება და წარუდგინა ჩემი თავი ეს არისო ლარისა ხაჭაპურიძეო რომელმაც მამამისო ლარისა დაარქვა იმიტომ რომ დედა რომ ფელძიმეთ იყო წასულა მარჯანიშვილის თეატრში უნახავს ვერიკوان ჯაფარის შეცვლებით ლარისა როლი გაგიჟებულა გადარეულაო მოსულა და დაარქვაო და ამას მზითევი ზეთევად მოყვება თავის ნიჭიო იმეგობრე და თქვენ ყოველთვის იამაყებთ მაგითო ისე წარმოადგინა მე ვფიქრე რაცა წარმოვადგენ მეთქი
ესე დავიწყეთ მოკლედ თანამშრომლობა და სასწაული თეატრი იყო. ისეთი თეატრი და არის კიდეც, მაგრამ მაშინ ისეთი მსახიობები დამხდნენ, როგორიც იყო ვახტანგ მეგრელიშვილი, შოთა პირველი, მარი გელაშვილი, ქეთევან კიკნაძე, თინათი ღვინიაშვილი და ელიტა იმათი ელიტა, რომელსაც როცლობდნენ ქუთათური მაყურებლები. აი ესეთი ის პერიოდი იყო და ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი მე, იმიტომ რომ არ ყავდათ. ჯერ პირველი მე ჩამიყვანეს სტუდენტი მაშინ. კი. ხო კიდე რა თქვა აკაკი ვასაძემ წავიყვანო და მაგისთვის სპეციალურად დავდგა გლახისნა ამბობსო. ეგ ითამაშებს თამროს და მე ვითამაშებ პეპიასო. კი, ამ პირობით. ხო და ჩემ საყვარელო ძალიან პატივით მეკცებოდა ყველა როგორც თავის საკუთარ შვილს ისე მიყურებდნენ, ძალიან მებირებდნენ. ხო და ერთი ქელბაქიანი ყავდა მსახიობი ალექსანდრე ქელბაქიანი სახალხო არტისტი იყო და ესე ედო ხომე რომ მოვიდა და ჯიბეში ხელი. აბა ვინიცის მე ჯიბეში რა მაქო და კაფეცა მოიხებდა და მომცემდა ხო პატარა რომ ვიყავი. და ძალიან მოკლედ ისე კარგად შევეგუე ყველაფერი და ერთი რამ მიკვირდა. ჩავედი ამ ხელა თეატრში, დამხვდა ეს ბუმბერაზი არტისტები. არავინ არ ეწეოდა სიგარეტს, ქალები. არავინ არ ეწეოდა. კაცებიდან 1-2-ც, მაგრამ თუ ეწეოდნენ ამ დროს აკაკი ვასაძე შემოვიდოდა, კედელზე აეკრებოდნენ. მეთქი ეს რა ინკვიზიცია არის, რატო აშინებს ეს კაცი ამ გესმით? კი არ ეშინოდათ, პატივსცემდნენ და იმდენად პატივსცემდნენ და ისე უყვარდათ ქალაქში, როდესაც სპექტაკლი გააკეთა და კოლხეთის ისკარი გააკეთა და გამოვიდა რაღაც სასწაული, იმდენად შეუყვარდათ ამ მოსწავლეებს, სტუდენტებს, ბავშვებს და ეს მთელი რეგიონი დასავლეთი ჩამოვიდა და უყურებდა 1000 კაცი ეტევა. კი, ძალიან დიდი თეატრში და ყოველდღე გადაჭედილი იყო. იმიტომ რომ ისე უნდოდათ წყუროდათ. რამდენი წელი მსახურეთ? მესამე წელს წამოვედი. და მოკლედ ამ იმით და იმდენად უყვარდათ რომ ბავშვებმა დასავლეთი საქართველოს მთელი სკოლის ბავშვებმა შეაგროვეს ბოთლების ტარა და გაზს 24 მარკის მანქანა უყიდეს აკაკი ვასაძეს და იმით დადიოდა ქალაქში. რა მითხარი? კი, ეს იყო პირველი შემთხვევა. მეორე შემთხვევა იყო კიდევ ეხლა ხანს დათო დვალიშვილი რომ არის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, მან ითამაშა ფილმში მიმინო, ტრენერის როლი შეასრულა ესე იგი მწვრთნელის მიმინოში და მიმინოს განსახიერებისათვის აჩუქეს ცინცხალი ტაოტიანი. რომელი ფილმია მაგი მიმინოში? მიმინოში არის რა როლი აქვს? მწვრთნელის როლი აქვს, საუკეთესო თამაშობს. ისეთი ბუნებრივი, ისეთი კაია, ისეთი ბუნჩულა, ისეთი საყვარელი რომ მეტი არ შეიძლება. ეს ფილმი ნანახი მაგ მიმინო, მაგრამ სადაა? ძალიან ბევრი სერიალი, არა, ის მიმინო არა. სხვა სერიალებია, უამრავი რამდენიმე სეზონი მიდია. ვერ გავიხსენე. ის ბუბაკი კაბიძის. ხო, იმიტომ ვერ გავიხსენე. და ძალიან ესე იგი. აი დღესდღეობით თქვენ სად მოღვაწეობთ? დღესდღეობით მე მოღვაწეობ რუსთავის თეატრში, ესეც შემდეგ მოხდა ისე რომ მე იქედან ყველაფერი გამიკეთა ბატონმა აკაკიმ. რას შემპირდა აბსოლუტურად. დიახ, აბსოლუტურად. არც ერთი პუნქტი არ გამოუტოვებია და მე ჩემი წამოსვლა განაპირობა იმან რომ მე ვაკეში ვცხოვრობ და იქ ბინა მქონდა და ბინა იკარგებოდა. და ამის გულისთვის წამოვედი. და რომ წამოვედი, იქ უკვე ჯერ ვიყავი კომკავშირის დივანი, 3 წელიწადში მოასწარიეს კომკავშირის დივანი, მე პარტბიუროს მდივანი ვიყავი და დიდი სახელით და ძალიან უყვარდი და ვგიჟდები. ქუთაისი არის ჩემი სუსტი წერტილი, რომელზეც შემიძლია მთელი დღე ან ვიცინო, ან ვიტირო, იმდენად მიყვარს და თეატრზე ვგიჟდები ულამაზე შენობაზე და სადაც იმხელა მსახიობები
მანამდე ესენი იყვნენ. ეხლა მინდა მეამბოთ ბატონ გიგაზე. თქვენ გაქვთ გიგალოთქიფანიძის სახელობის აკადემია. კი, ეს ქალბატონო ნაზი მისი პატივისცემით დავაარსე. და რა ხდებოდა ახლა? მე ერთხელ ხო დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი. მეორე დავამთავრე გიგალოთქიფანიძის ჯგუფის სარეჟისორო. და იმდენი ამაგი ქონდა ჩემზე გიგას. იმდენი ამაგი რომ მე ის უმადურობას ვერ გამოვიჩენდი. ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს აკადემია შემექმნა და ეს ემსახურება მისი სახელის უკდავყოფას და თქვენ ძალიან კარგად იცით თუ რამდენ კარგ საქმეს აკეთებს ეს აკადემია. კი, მერგო მეხუთე ნომერი ვარ მართალი გითხრათ. კი, თქვენ მეხუთე ნომერი ხართ, თქვენ თითქმის ერთად დავიწყეთ. ეს პანდემიამდე კი, ეს 2019 წელს მივიდით. 19-ში და სწორედ ხშირად და მე ახლა მინდა რა გავაჟღერო ახლა. მე მინდა გავაჟღერო რომ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ, 200-ზე მეტი წევრი მყავს. ყველანი ისეთები არიან, მე ფიზიკური მონაცემებითაც კარგი არიან, და ისეთები არიან, თავიანთ საქმეში ნამდვილად აკადემიკოსები, რომ მიამაყება მათთან ერთად ყოფნა, მიამაყება და სესიები გვაქვს, რა თქმა უნდა, წელიწადში ერთხელ ვატარებთ დიპლომების გადაცემას. ამ დიპლომებს გადავცემთ არის სკვერი, ანუ პარკი გიგალოთქიფანიძის სახელობის. ელბაქეთის დაღმართსურეთ ჩამოხვალთ მარცხნივ. ლამაზი ძალიან კოხტა პარკია, სადაც ზურა წერეთელმა გამოუგზანა ოჯახს ბიუსტი, ანუ ქანდაკება და ის დგას იქ და იქ ვაძლევ ხოლმე მე ამ დიპლომებს ყოველთვის ამათ. და ეხლა სესია გვიწევს ჩვენ, სესია აგვისტოში უნდა შევიკრიბოთ. ჩემი არის წევრები ბევრი არის, რა თქმა უნდა, და ერთ-ერთი არის თეატრი ვერიონის დირექტორი მაია პიტიურიშვილი, რომელიც მეხმარება ამ საქმეში და მეც ჩამრთეთ მე გითხარით. კი, თქვენ გითხარით, მე ეს არის სესია იქნება 3 დღიანი. ეს იქნება ქობულეთში სესია 3 დღე, რომელიც იქნება პირველი დღე იქნება ჩასვლა, გაცნობა ერთმანეთის ვინც არ იცნობს იმათ, მეორე დღე იქნება ჩვენი სესიის ისა გეგმა მთელი წლის განმავლობაში რაც ვაკეთებთ. კიდე უნდა გავაკეთოთ ის რომ ვაპირებ პრინციპში ანგარიშია, ანგარიშიც არის და გეგმაც. და ვაპირებ აკადემიურ დაჯილდოებას, აკადემიკოსების აკადემიურ დაჯილდოებას, ჩემი აკადემიის სახელით, რომლებაც 8 წელი რაც გაიღეს, რაც გააკეთეს სახელმწიფოს მიმართ, ადამიანების მიმართ, ქვეყნის მიმართ, აი იმის დაფასებისათვის, რომელსაც გაკეთება წითელ ხალიჩაზე გაივლიან და მიიღებენ ამ თავის რეგალიებს. მე მინდა ერთადერთი შემიძლია გავაჟღერო, ეს ძალიან ბევრია, ერთადერთი არის ვანიჭებ ბატონ რობერტ სტურუას მსოფლიო მნიშვნელობის რეჟისორის ტიტულს. უდავთ. მე მადლობა მინდა. და ეს იქნება უფასო იქნება, 3 დღე იქნება, რომელსაც აკადემია გადაიხდის ფულს და წევრები შეხვდებიან ერთმანეთს. მე ცოტა მინდა გავიხსენო ბატონ გიგასთან ჩემი ურთიერთობა. მე ვაკეთებდი პეტროგრუზნსკის საღამოს ერთი მსახიობის თეატრში და მან დამაგეგმინა თანმიმდევრობა, აი სიმღერები, რომელიც გინდათ რომ არჩიოთ და ეს საღამო წაიყვანა ვაჟა აზარაშვილმა და პირველ რიგში ბრძანდებოდა ბატონი გიგა იჯდა და რო დასრულდა მე და ჩემი მეუღლე ვიდექი და მოვიდა და დამარტო ხელი და მითხრა ნაზი იცი რაო შენგან დავიწყებული არავინ არ იქნებაო და მე 2015-ში რო ვიყავი ახალ საქართველოში თქვენ ბრძანდებოდით მაშინ ჩემთან და არა თქვენ GMT-ზე იყავით და
სამი გადაცემა მეუძღვენი მე მე მაქვს თქვენი გადაცემები ნანახი და დაკდაცებული ვარ. კეთევანი იყო ჩემთან სტუმრად და ერთი გადაცემა უდიდესი ქალბატონი მოიტანა ქალბატონმა კეთევანმა ვიდეო და თვითონ როგორ ბავშვობი და როგორი ცელკი იყო ფეხი როგორ იჩინა როგორ გაუშვეს სოფელში აქ არ ყველაფერი ქონდა ჩაკიწკიწებული და შენახული. და მე ისეთი ბიოგრაფია ქონდა ზოგჯერ რომ არიან ცელკი ბავშვები ხო ვეუნები ხალხნო გიგალორ ქიპანზე აქ არ სწავლობდა სოფელში გაუშვეს და ნაბიძამ უთხრა აგერა წეჯინი 1000 სკოლა გამოიცვალა ესეთ ცელკი ხო და გამოვიდა ბოლოს ამეთქი და ასე რომ მადლობა ქალბატონო მადლობა თქვენ დავემშვიდობები ჩემს მაყურებელს ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე მიყვარხართ მაყურებელო თქვენთვის ვარ და თქვენთვის ცოცხლ